Შიმშილობის 27 დღეს მზია ამაღლობელი რუსთავის ციხის საკანში დაბრუნებას მოითხოვს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკა ვივამედში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. ციხეში მის დაბრუნებას სწორედ სამედიცინო პერსონალი აბრკოლებს. მედიკოსები დამატებითი კვლევებისა და მეთვალყურეობის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ. მოშიმშილე ჟურნალისტის მდგომარეობას უკვე დამოუკიდებელი მედიკოსებიც აფასებენ, დღეს ამაღლობელს სამედიცინო კონსილიუმის წევრები შეხვდნენ. როგორია დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის დასკვნა, ამის შესახებ ნინო გაზდელიანი საუბრებს პირდაპირ ეთერში. 27 დღიანი შიმშილობის ფონზე მდგომარეობა არის ძალიან საყურადღებო და აუცილებელი არის რომ მზია ამაღლობელი დარჩეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მედიკოსები, რომლებიც იმყოფებოდნენ კლინიკა ვივამედში, ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მას შიმშილობის ფონზე ბუნებრივია უჭირს აქტიურად საუბარი და თავს სუსტად გრძნობს, თუმცა თავადაც აღნიშნა ექიმებთან საუბრის დროს, რომ უფრო უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე იმყოფებოდა ციხის პირობებში და როცა გადმოიყვანეს კლინიკა ვივამედში, აი იმ დღეს ბევრად უფრო შეუძლოდ გრძნობდა თავს, თუმცა ახლა მედიკამენტოზური ჩართულობის შედეგად მისი მდგომარეობა შესაბამისად არის გაუმჯობესებული, თუმცა შიმშილობის გამო ანალიზებში არის ცვლილებები და ექიმები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული ნებისმიერ დროს გართულდეს მდგომარეობა, ამიტომ მათი რეკომენდაციაა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც აუცილებლად დარჩეს კლინიკაში, რადგან მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ციხის პირობებში შეუძლებელი იქნება ისეთი სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც აუცილებელი იქნება მზიასთვის და ამიტომ მას ესაჭიროება სწორედ მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელება. მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი, მოგეხსენებათ, რამდენი დღეა უკვე შიმშილობის, როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, იყო კიდევ უფრო მძიმე საავადმყოფოში გადმოყვანამდე, კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. მეტყველებს ჩვეულებრივად მართალია შვენებს ცოტა შენელებულად, მზია საკმაოდ ნიჭიერი ქალია და განათლებული და ალბათ უფრო ცოცხალი მეტყველება ექნებოდა ადრე, ემჩნევა რომ მეტყველება ცოტა შენელებულია, თუმცა ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილება პალატაში შეუძლია ნელა, მაგრამ შეუძლია. გულში, საჭესმომავლობის სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში, რა გითხრათ, ყველა სისტემა, აი ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ მე მიმაჩნია და ჩვენ კოლეგებს ერთად შევთანხმდით, მიგვაჩნია რომ პაციენტისთვის, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, მგონია რომ იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ კლინიკაში გაგრძელდეს მისი ასეთი ადეკვატური მკურნალობა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებში, ძალიან ყურადღების პირობებშიც კი რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა და დათვლილია და გამოთვლილია ეს ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა ვეღარ იზამს ისე რომ პაციენტი გადავარჩიო. უნდა აუცილებლად დაბრუნება დაწესებულებაში, რაც არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ რაც არ ვთხოვეთ და არ უთხარით, ახლა ექიმი ვალდებულია რომ უთხრას, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. ახლა ყველა ასრულებს თავის სპეციალობას და ექიმი უნდა პირველ რიგში იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ რა თქმა უნდა, მე ბოდიში მოუხადე და ვთხარი ცოტა კატეგორიულად ვეთქვი, მაგრამ კატეგორიულად ვითხოვ, რომ შიმშილი შეწყვიტა და არ შეწყვიტა შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ არ შეწყვიტავს შიმშილს, უნდა იყოს, როგორც თქვა ბატონმა გიორგი, ამ დაწესებულებაში. კონტროლის ქვეშ, იმიტომ რომ მაშინ მოასწრებენ ექიმები ეგრევე რეაგირებას, რომ შეუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, რომ ინვალიდიც არ გაგვიხდეს მომავალში. ვთხოვეთ, როცა ამბობს, რომ გადასვლა უნდა, ვთხოვეთ, რომ რამოდენიმე დღე მაინც დაგვიჯეროს ექიმებს და დარჩეს, რომ შევსება მოხდეს ორგანიზმის.
მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ ითხოვს, რომ დააბრუნონ ციხეში, რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ექიმები ისევ ამბობენ და რჩებიან თავის პოზიციაზე, რომ მისი ამ მდგომარეობით გადაყვანა არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ისევ ვიტყვი, რასაც ამბობენ ექიმები, რომ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მდგომარეობის გართულება და მისთვის დახმარების გაწევა სწრაფი და ეფექტური შესაძლებელი არის მხოლოდ კლინიკაში. ექიმები, რომლებიც შეარჩია ოჯახმაც და ამის შემდეგ უკვე ეს ჯგუფი შეადგინა სახალხო დამცველმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ კლინიკა ვივამედში, ისინი პირადად ესაუბრებოდნენ მზია ამაღლობელს, შეისწავლის მისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ჩატარებული გამოკვლევები ამბობენ, რომ მას აქ კლინიკაში ადგილზე უტარდება ყველა აუცილებელი და საჭირო მკურნალობა, იქნება ეს გადასხმა თუ სხვა მედიკამენტოზური შესაბამისად ამ ფონზე არის უკეთესად ვიდრე იმყოფებოდა გადმოსვლის დღეს, მაგრამ მათი რეკომენდაცია ისევ რჩება, რომ აუცილებელია დარჩეს ის კლინიკა ვივამედში. დღეს დასრულდა მათი ვიზიტი, თუმცა როდის განხორციელდება, ან როდის შევლენ ისევ კლინიკა ვივამედში მზია ამაღლობელის მოსანახულებლად, მათ ეს წინასწარ არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ მზად არიან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა აუცილებლობა დადგება ამისი, რომ კვლავ მოვიდნენ კლინიკაში, მოინახულონ და გაეცნონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.